დღეს ჩვენ ვაპირებთ მაგნიტით თევზაობას ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ არხში. ცნობილია, რომ ამ არხში ხალხი აგდებს იარაღებს, დანებს, ბომბებს და სხვა უამრავ გიჟურ იარაღს. და ჩემი მისია დღეს არის ვიპოვო რაც შეიძლება მეტი ნივთი ამ გიგანტური მაგნიტით. და ამისთვის დასახმარებლად მოვიწვიე ჩემი მეგობარი Bass Fishing Productions-ი, რომელიც არასდროს უთევზავია მაგნიტით. ბობი, როგორ ფიქრობ, დღეს რას ვიპოვით? არ ვიცი, შეიძლება ბომბი ან არ ვიცი, გვამი, იარაღი. გეტყვით, დღეს ეს ყველაფერი სრულიად შესაძლებელია. კარგი, მოდით ვცადოთ. მგონია რომ გამოგვივა, არ ვიცი. კარგი. აბა, როგორ გავაკეთოთ ეს? როგორ მუშაობს ეს რამე? ეს არის სუპერ ძლიერი მაგნიტი. ყველაფერი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უბრალოდ ჩავაგდებთ წყალში ამ თოკით, გამოვათრევთ და ვნახავთ თუ რამე მაგნიტური ამოვიგეთ დინარის ფსკერიდან. საკმაოდ მარტივად ჟღერს. ხო, სადე? მე ვარ პირველი. კარგი, შენ ხარ პირველი. ჯანდაბა, ადვილია. ენდე. კარგი, მესვსდი. ყველაფერი რაც უნდა გავაკეთო არის ის, რომ უბრალოდ ჩავაგდოთ წყალში. ეს პირველი ნაბიჯია. არ ვიცი. არ ვიცი, რას ნიშნავს ეს. ჩააბი, ისროლე. კარგი, ამას შევძლებ. მე არა. კარგი, მზად ხარ? წავედით. გავაკეთოთ ეს. წავედით. 3. ვაი, ღობეს, მოვკიდე ხელი ძმაო. რაღაც დავიჭირე. ეხლა ამას ხსნი, ამ ნივთს ხსნი. ღმერთო, მართლა მაგრად არის მიმაგრებული. ამის მოზიდვი ძალა 500 ფუნტია. დავიჭირე, კარგი. მართლა დათუნებული ხარ. იცი რა, მგონი შენ უნდა წახვიდე პირველი. მარჩვენე როგორ გეთდება? არ ვიცი რას ვაკეთებ. ძმაო, მიცა მაგნიტურია. მიცა დავიჭირე. ეს საუკეთესო ბრძოლაო დესმე. ძმაო, მოიცა, ეს რა არის? მოიცა, ეს რა არის რა? ეს რა ჯანდაბაა, ძმაო? ეს რკინიგზის შპალია. მართლა? ხო. აჰა. საინტერესო, უბრალოდ საჩვენებლად, ესე ისვრი მაგნიტს. კარგი, ნახოთ. ვაუ, კარგი. ეხლა კი უბრალოდ უკან ამოირე. მე უნდა ამოვიღო. დიახ, ბატონო. აღელვებული ვარ. ყოველთვის მინდოდა ამის გაკეთება. რამე დაიჭირე? რამე დავიჭირე. გონი ეს საკედლების ურიკის ნაჭერია, ძმაო. ეს ძალიან სწრაფად მოხდა. ისე გამოიყურება, თითქოს საკედლების ურიკის ნაჭერია. სულ 5 წამში ჩვენი პირველი განძი ვიპოვეთ. იცი მგონი ეს არის. ეს თოფის ლულაა. კარგი ძმა, მოდი კიდევ რამე ვიპოვოთ. წავედით. დრევანდელი დღის შემდეგ ტეტანუსი 100%-ით გარანტირებულია. რატომ არ გიკეთია ხელთათმანები? რატომ არ მიკეთია ხელთათმანები? რატომ გჭირდება ხელთათმანები? ვადით ვიპოვოთ ხელთათმანები. სად? მძიმეა ძმაო, ძალიან მძიმეა. ძმაო, ეს რა არის? არ ვიცი. ღმერთო ჩემო, გამეხმარები? ძმაო, წამოდექი, აქ მძიმეა. მართლა მძიმეა ძმაო, ღმერთო. არ მგონია მაგნიტმა ეს ამოიღოს. ეს რაღაც ქილის მსგავსი ხო არ არის? შეხედე ამას, ეს რა ჯანდაბაა, ძმაო? ღმერთო ჩემო, ეს ვაზას გავს ძმაო. ძმაო, ეს რა არის კაცო? არ ვიცი. შენ მითხარი არასდროს მინახავს. მე ამას 10 წელია ვაკეთებ. ესეთი რამ არასდროს მიპოვია. თქვენ ეგი ქვემოთ იპოვეთ, ხომ დინარიდან ამოვირეთ. ღმერთო ჩემო, იცი რა? იცი ეს რა არის? რა არის? ბებია ჩემი მაგაში რძესაც ხამდა ხოლმე. და წინაფრიდან მოქონდათ. რძისკილასავით სუნი აქვს. ეგ ძველი რძისკილაა. აწერია დეირი. პირდაპირ დეირი აწერია. კარგი, იმამა ჩემიც გამოჩნდა. მგონია რომ რძის სუნი აქვს შეგნით. მოდი გავხსნათ. ძმაო, ეს ისეთი მძიმეა. ღმერთო ჩემო, თქვენ ვერ ხვდებით, ეს რაღაცა დაახლოებით 100 ფუნტს იწონის. როგორ უნდა გახსნა? ძმაო, ასეთი რამე არასდროს მიპოვია. კარგი, ძმაო, ეს მაგარია. მოდი კიდევ ვიპოვოთ რამე. კარგი, ეხლა ჩემი ჯერია ვისროლო. მზად ხარ? მოდი გავაკეთოთ. ამ ხიდის ქვეშ ვაპირებ ვისროლო. მოხედე, იმიტომ რომ ვფიქრობ, ხო გესმის? თუ მე კრიმინალი ვიქნებოდი და ვცდილობდი მაგალითად მკვლელობის იარავის მოშორებას, აქვე გადმოვაგდებდი, ხიდის ქვეშ გადავაგდებდებდი. ამიტომ იქ ვიდი ვარ. მაგნიტს ვაგდებ. მზად ხარ? კარგი, გავაკეთოთ. 3, 2, 1. ჩემი პირველი გადაგდებაა. ძმაო, ეს საკმაოდ კარგი იყო. იდეალური იყო. ზუსტად იქაა იარაღი. ძმაო, რაღაც ძალიან ძიმე დავიჭირე. უზნობ. ბუხი დავინახე. ძმაო, აქ რაღაცაა. ეს იარაღია, მოდი. ეს რა ჯანდაბაა? ეს შუბივითაა? ეს რა ჯანდაბაა? ფრთხილად, ეს ხიდის ნაჭერია. ეს რა არის, ძმაო? წინდას გავს, ძმაო. ასე რომ ბობი, ეხლა უბრალოდ ფეხს შეყობ. რა? ფეხი აქ უნდა შეყობ. წინდა, ხო, პანტოსი. ეს ცუდი არ არის, ძმაო. არ ვიცი, ალბათ რაღაც მეტალია. ეს საზიზღრობაა. ჯანდაბა, ჩხლეც, კაცო, ეს რა არის? ღმერთო ჩემო, ეს რა ჯანდაბაა, ძმაო? მგონი ვიღაც ის მაგნიტი ვიპოვე. ახლა ხან ეს თოკი ამოუთხარე და ბოლოში რაღაც არის მიმაგრებული. მგონი დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ ერთი მაგნიტია. ძმაო, ეგრეა. ეს კალათაა. ღმერთო ჩემო. ეს ვიღაცის სათევზაო კალათაა. აქ იმდენი რაღაცაა, ეს ძალიან საზიზღარია. ბობი, შეწყვეტე შენი ნაგვის დინარეში დატოვება. ეგ მე არ ვეკავი ბიჭებო. ღმერთო ჩემო. შეიძლება თევზები ან კუები იყოს შეგნით. ძმაო, ბიჭო. ეს საზიზღარია. ეს ძალიან საზიზღარია. ღმერთო ჩემო, შეხედე რა არის შიგნით. ნაგავია. ეს რაღაც დიდი ხანია აქა.
ნახე რა მარტივია ეს. კარგია რომ დინარიდან ამოვიღეთ. ჰეი, ჩვენ რას ვთავით აქაურებას? ოუ, შენ უკვე რაღაცა გაქვს. ეს უზარმაზარია. შენ ბრო ჩადეს. არა, გასაკეთებ. ოხ, მერტო, ვერაფრის თუ დრავ ამას. ძმაო, სულ ტყუილებს ამბობ. არა, ის არ ტყუის, მე არ ტყუი. ძმაო, ნახე? ოხ, მერტო, ეს გვამია. ძმაო, ეს უზარმაზარია. მგონია რომ ეს სახელების ურიკაა. აქედან ბორბალს ხედავ. ძალიან ძიმეა. არანაირად ვერ ამოვიღებთ ამას. არანაირად. არა, ისევ გადააგდე. შენ მოახერხე, მე გავაკეთებ იმას, რაც ბობის არ გამოვიდა. მე ამოვიდა სახელების ურიკას. არა, ის ვერ შეძლებს. უბრალოდ უნდა ამოათრიო ჩვენთან. ეს არის ყველაფერი, რაც უნდა გააკეთო. მარტივია. ის უფრო პატარაა ვიდრე მეგონა. შეგიძლია პირდაპირ იქ დაინახო. აი ისა. საყიდლების ურიკა. ძმაო, ეტანუს ხო არა იკიდებ? მოცილდა. მგონი რაც ქონდა ის იყო. რაღაცას ხედავ. რაღაცა ამის ქვედა ნაწილში, რაღაცა ამის ზედა ნაწილში. მოდი დანა. ეს ხელკუმბარა. ეს საკეთია. შეხედე ამას. ეს ბოკლომია. ძმაო, ეს რაღაცა ძველია, პირდაპირ ელპება, ინგრევა, სულ გაქრა. იესო, ღმერთო ჩემო, ძმაო, ეს საოცარია. ვაუ, ეს ძველი ბოკლომია. აუცილებლად ჯორჯ ვაშინგტონისა, 100%. ეს რა არის, ბობი? ეს გოლფის ჯოხია. ის ისეთი კარგი მდგომარეობაშია, პირდაპირ იდეალურია. ძმაო, მე შემდეგი ტაიგერ უთსი ვიქნები, მომეცი ჩემი გოლფის ჯოხი. შეხედე ამას, მოდი აქ, გააკნიე. 3, 2. რატო გააკეთებდი ამას? შეხედე იმას. ღმერთო ჩემო, ეს ჩემგანაა. ძმაო, ეს ძალიან ტკივნეულია. ოდნავ, დაგაწევთ. კარგი, მაგრამ როგორც კი ეს დასრულდება, ის დაფი წყალში წახვალ. არ მინდოდა ასე გამომსლოდა. მოდი კიდევ რამე ვიპოვოთ. კარგი კი, გოლფის ჯოხი გვაქვს. ნახოთ კიდევ რა შეგვიძლია ვიპოვოთ. ვაუ, ღმერთო ჩემო. ეხლა მაგნიტი გამითხრა. მოდი იმედი ვიქონიეთ, რომ მაინც რამე არის მასზე. ძმაო, რა არის მაგაზე? მოიცა, ეს რაღაც ხელსაწყოა, ძმაო. რაღაც თოხივითაა ან მსგავსი რამ. არა, ეს რაღაც ჩანგალივითაა, ბაღის სამუშაოებისთვისაა. ეს ბაღის ჩანგალია. ეს არის მისი ისტორია, ხომ ასეა? რატო უნდა გადაეგდო ვინმეს ბაღის ხელსაწყო აქ, თუ ის მკვლელობისთვის არ იყო გამოყენებული? ზუსტად. ეს იყო მკვლელობის იარაღი. კიდევ ერთი ხელსაწყო ვიპოვეთ. ამჯერად კედელს არ დაარტყა. სერგეი, ისევ აპირებს ამას. არა, ახლოს ვიხავი, მაგრამ აღარ დამიტყამს. მოდი, სად არის ის იარაღი? ჰეი, რაღაც ვიპოვე. რაღაც ვიპოვე. არა, არაფერი გიპოვია. რასაკეთებ? რასაკეთებ? რაღაც ვიპოვე. ნახე, მართლა რაღაც იპოვა. ეს გველიაო, ძმაო. რა სახეობის გველია? მოიცა, ეს ხამარია, ძმაო, ეს ხამარია. ღმერთო ჩემო, მე უამრავი რამ ვიპოვე. მოიცა, შენ, ბევრი მარცვალია. მე, ბევრი რაღაცაა. ეს ქვემეხის წვერია, აიქ. ეს ბოლოა. არა, ეგ ვარდისფერს გავს. საგერბავს გავს. ეგ საგერბავის მოსაცილებელია. და მე ყველაზე მდიდრული ქული ხამარი ვიპოვე, რაც კი ოდესმე მინახავს. ჰეი, გაიკეთე ეგ. არა, შენ გაიკეთე. ვერ გავაკეთებ. წავიდეთ, ძმაო, ამას არ გავაკეთებ. ამას ყველაფერს არ გავაკეთებ. ვაუ, ძმაო, შეხედე ამას. რა მაგრად გამოიყურება. ჰეი, უფასო ხამარი. და დანარჩენი უბრალოდ ნაგავია. ამით მდინარიდან ნაგავს ამოვირებ და ვეცდებით, რომ ტეტანუსი არ ავიკიდოთ ნეკათითებზე. რაღაცა დავიჭირე. ნამდვილად რაღაცა დაიჭირე. ძმაო, ღმერთო ჩემო, მასავს. ნახე, ეს მკვლელობის იარაღია. ეს ყველაფერი მკვლელობის იარაღებია. ძმაო, ეს ძიმეა. ვაუ. ეს შეიძლება ყუმბარა იყოს. ყუმბარა იყოს. რა? ძმაო, ეს ყუმბარა არა. ვიფიქრე რომ ყუმბარა იყო. მაგარია, ძმაო, ვიფიქრე რომ ეს ყუმბარა იყო. მეტი ნაგავი მდინარიდან ამოვირეთ. ყუმბარა არა. ასე რომ დაახლოებით 100 ფუტის მანძილზე გადავაგდე პირდაპირ ხიდის ცენტრში და უკვე მგონია რომ რაღაც მაგარი ამეკიდა. მოდი, არაფერი გაქვს. რა არის ეგ, ძმაო? პროგრესია, კაცო, პროგრესია. ეს რაღაცები ამას ცოტათი მაინც აღაფრთოვანებს. ბობი, კიდევ რაღაც მაქვს, კაცო. გაქვს? რაღაც დიდი მაქვს. რა არის ეგ, ძმაო? ეს არის AK-47, მოიცა ეგ მაკრატელია. ძმაო, გიგანტური მაკრატელი. ეს ძალიან დიდი მაკრატელია. ეს გიგანტური მაკრატელია. რა ხდება? მგონი ეს ცხურის საკრეჭი მაკრატელია. ეს ცხურის საკრეჭი მაკრატელია. რატო უნდა გადაეგდო ვინმეს მაკრატელი მდინარეში თუ ეს არ იყო? ეს ყველაფერი მომიწია მოსმენა. ეს მკვლელობის იარაღია. ანუ სხვა რა მიზეზით უნდა გადაეგდოთ? მაჩვენე ეს. აჩვენებ როგორ მუშაობს. შენ მეუბნები. შენ მეუბნები რომ ეს მკვლელობისთვის არ გამოუყენებიათ. პირდაპირ ხსნი ამას და თმებით არის დაფარული. ეს ადამიანური თმაა, ძმაო. ეს თითქოს ადამიანის გარშემო შემოხვეულია. ხედავ? აი ამას ვაკეთებ. ეს პარიკია, ძმაო. რატო იქნებოდა აქ თმა თუ ასე არ იქნებოდა? შემიძლია დავეთანხმებას. კარგი ვეთანხმები. ვიღაცას ვინც მოკლეს. აქ ქვემოთ გვამია. ამას ვამბობ, ძმაო, ეს გვამია, გინდა ჩაიცვა. ასე რომ აქ საკმაოდ კარგ რაღაცებს პოვლობთ.
კიდევ რამდენჯერმე გავივლით და მერე გადავინაცვლებთ მეორე მხარეს. ნახოთ იქ თუ არის რამე. კარგი ჟღერს. ვაუ, პირდაპირ მიდის. კარგი. მოდი. მგონი რაღაცას ვიპოვით. რაღაც ვიპოვე უკვე. მგონი მკვლელობისი არ აქვს ვიპოვით, ძმაო. მე ძლიერი დამოუკიდებელი კაცი ვარ, ძმაო, რას აკეთებ? შეხედე ამას. შეხედე ამბიც, რას აკეთებ? ფუ, რაღაც ვიგზავ. მოდი ნავად. მოდი. რაღაც არის მასზე. რაღაც ვიპოვე. ვერც კი დავინახე. ეს ღვინის საცობი გახსნელია. ჯიბის დანაგავს. შეხედე ამას. ძმაო, ეს პირდაპირ დანაგავს. შეხედე ამას. ასე დანავს. მარი, თქო თქვა. ძმაო თქვა. ძმაო არ თქვა. რატომ უნდა გადაეგდო ეს ვინმეს? ეს მკვლელობის იარაღი არა. თუ მკვლელობისთვის არ გამოიყენეს. ეს იყო მკვლელობის იარაღი. ეს ღვინოა, ძმაო. არა, ეს ღვინოა. არა, ყველაფერი მკვლელობის იარაღია, რობერტი. დარწმუნებული ვარ, ეს მკვლელობის იარაღია. მზადხარ ნახო როგორ აკეთებს ამას ნამდვილი კაცი. კედელს დაახლოებით 2 ინჩზე გადააცილე. აი ესე აკეთებს ამას ნამდვილი კაცი. კარგად გამოგივიდა. ისწავლე რამე, კაცო, ისწავლე რამე. მზადხარ ამისთვის. და ჰეილ მარიოტი 3, 2, 1. უკან ძიმია მაინც. ნეო და ფქილად გავაკეთებ. არ ვიჩქარებ. ძმაო, მძიმია. იმდენ რამეს უგძნობ. ძმაო. მოდით ნახოთ რა გვაქვს. მგონი რაღაც გვაქვს, ძმაო. მძიმია, ძმაო, შეხედე ამას. მზის სათვალეებია. აქ არის მზის სათვალეები, მზის სათვალეები. კი, მჭირდებოდა. რატო ხდება სულ შემთხვევითი რაღაცები? ეს რა არის? არ ვიცი. მგონი საწოლის ფეხის სტვერია. ეს რაღაც საწოლის ფეხის სტვერებითა. ხო, შეიძლება. კარგი, 4-იანი ამოვიღე. და მზის სათვალე. ორივე ჩემთვის ვიყენებ. გაიკეთე, ნუ გერიდება, გაიკეთე. არა, ბოლომდე გაიკეთე. ვერა, ძმაო, გატეხილია. მე შევაკეთებ. მოდი დაიცადე. აი ეს. არ გამოიყურება კარგად. ასე არ არის? კარგი? მე არა, ვერ გავაკეთებ ძმაო. ეგენი ძალიან სადიზღარია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ გონი არა უკეთესი რაღაცები იქნება, როცა მეორე მხარეს გადავიდეთ. ასე რომ, იქ წავალთ. ხო, ნახე, მეორე მხარეს იქ ჯერ არ ყოფილვართ. და როცა იქ ვიქნებით, შეგვიძლია ეს მხარეც მოვიაროთ. ხო, ამ მიმართულებით წავიდეთ და ის რაღაცები ავიღოთ, რაც აქამდე არ შეგვიხებია. მოდი ასე გავაკეთოთ. მოდი გავაკეთოთ. დამელოდები, ძალიან ახლოს ხარ, ჩადი. კიდე რომ უფრო ახლოს მოვიდე. კარგი, მზად ხარ? ხო, წავედით. მართლა ძალიან საშიშია. კარგი, წავედით. არა, არ მგონია რომ შენ წავიდეთ. დათხარ? ენდე, დაეცი. ენდე. დათხარ? კარგი, დაგიჭირე. 1, 2, 3. ბობი, ამდენი რამე ამოვიღე და რეალურად არაფერი გამომივიდა. უბრალოდ სანელებლებია. ძმაო. კარგი ბობი, იდეალური იდეა მაქვს. იმ ხიდის ქვეშ რაღაცა უცნაური გრძნობა მაქვს. კარგი, ცუდი არა. შენსაზე უკეთესია. უკვე რაღაც დაუჭირე. მართლა? ხო, უკვე რაღაც დაუჭირე. ძიმეა? ძმაო, ხო, ძალიან ძიმეა. ძმაო, გძნობ, ეს ნამდვილი ქვემეხი იქნება. დედა, მოდი აქ ძმაო, ეს ისეთი მძიმეა. ეს ყველაზე მძიმეა, რაც დღეს ამოვიღეთ. გეუბნები ახლავე. ხედავ, ეს საკიდლების ეტლია. გაჩერდი. ძმაო, ავიღე. ძმაო, ავიღე. ეს ეული საკიდლების ეტლია. ბორბალში მოხდა. არა, ძმაო, მოგიწევს ქვემოთ ჩასვლა. ხომ შეძლო გადახტომას? არა, შენ თქვი რომ სკოლაში ყვინთავდი, ყვინთვის გუნდშიც კი იყავი. მე ეგარ მithქონს. მადლობა დახმარებისთვის. ძმაო. ძმაო, მართლა ძალიან მჭირდება დახმარება. ჯანდაბა, დაეცი, დამეხმარე ძმაო. ჩვენ ამას შეუძლებთ. პრობლებია. ეს ბულია. მერტო, ჯანდაბა ძმაო, დაწექი, ურალოდ ტყვია. არა. მოდი ახლოს. არა. ეხლა რა ვქნათ? ფიქრობ უნდა ჩახტე. ქაღალდი, მაკრატელი, ქვა. კარგი, მზად ვარ. შენც კი არ მეხმარები. არა, ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. კი. ღმერთო ჩემო. ის უფრო ახლოსაა? დიახ, გაჩერდი ბროკერო ძმაო, ჩვენ ეს მართლა მოვახერხეთ. ეხლა გვაქვს ძლიერი ურიკა. შეგვიძლია მარტივად ჩავაწყოთ ყველაფერი, რაც გვაქვს. ჩვენ ვაპირებდით ჩვენი ყველა ნივთის იქ ჩადებას. ვაპირებდით ყველაფრის ჩაწყობას, რაც გვაქვს. ეხლა ისევ არ ხშია. ამას აღარ ამოვიგებ. ისე, ჩვენი კაცი წავიდა. ის ახლახან წავიდა. ეხლა მარტო მე დავჭი. კეთილი იყო თქვენი დაბრუნება Bass Fishing Production-ზე. ის დაბრუნდა, კარგი. გინდა გააგრძელო? მინდა იარაღი ვიპოვო. ასე რომ, გავაგრძელოთ. ღმერთო ჩემო, ეს მაგდუგარდია? მაიკლ ჯექსონი?
გრძნობ ამას, ძულებში გრძნობ. აქ არის. იერაღი ავირე. დღეს ის გავაკეთე, რაც ვერავინ შენ შეეძლო. გრძნობ ამას. გრძნობ ამას, კითხარი ავიღე. კითხარი ავიღე. ავიღე კანდელაბრა. ბიჭო, ეს რა არის? კანდელაბრა ავიღე. ღმერთო ჩემო, ეს ჯაჭვის რგოლია. ეს კანდელაბრაა. აქ სანთლები უნდა ყოფილიყო. ძმაო, ეს ნიტი ძველია, ალბათ 20-იანი წლებიდან ან რაღაც მაგდაგვარია. ღმერთო ჩემო, ხედავ, რატო უნდა გადაეგდო ეს ვინმეს? ღმერთო ჩემო, თუ ეს მკვლელობისთვის არისო გამოყენებული ძმაო. აქ შეიძლება მართლა იყოს სისხლის შეკეფები. შედავ იმ წითელ ლაქას. ეს სისხლია, სისხლის შეკეფებია. კარგი, ეხლა ჩემი ჯერია. იქვე გადაგდედი ძმაო. იმ მიმართულებით არაფერია. უკვე 7 ჯერ გადავაგდეთ. უბრალოდ უყურე და ისწავლე. რაღაცა დავიჭირე არ გავუშვა. ეს ჩემია. ეს ჩემი საქმეა. ეს ჩემი საქმეა. როგორია? იარაღის პონა როგორ მიდის? რამდენი გაქვს უკვე? 3, 4. ერთიც ახლა მაქვს სინამდვილეში. ხო, უყურე. შეხედე ბუშტებს ძმაო. შენ ვერაფერი აიღე, რამდენი ბუშტია? მე ყველაფერს ვიღებ ძმაო. უბრალოდ სწორად ვამბობ. მძიმეა ძმაო. ეს ავიღე. ეს რა არის? ეს რა არის? ეს ნაჯახია. შეხედე ამას. შენ ეს ნამდვილად არ აგიღია. ეხლა ძალიან გაბრაზებულია. არა, უბრალოდ აიღე ეს. შენ არ აგიღია. ის ძალიან არ მჯერა. ღმერთო ჩემო, მართლა შენი პოვე? არ მჯერა. წავედი ძმაო, მართლა შენი პოვე? შეხედე ამას ძმაო. ღმერთო ჩემო, ოდესმე ნაპოვნი გაქვს ნაჯახი. არასდროს. მართლა ეს გატეხილია. მე არასდროს მიპოვია ასეთი სრული ნაჯახი. რა ხდება ძმაო? კოლობის იერაღი. არა, არ არის. კი. რატო უნდა გადაეგდო ვინმეს ნაჯახი მდინარეში? ძმაო, რა მაგარია ეს? ღმერთო ჩემო. ნახე, რაღაცნაირია, რაღაც ღირებულება უნდა კონდეს. ესეთი ნაჯახი არასდროს მინახავს. წინა მხარეს რაღაც მოძრავი დეტალია. ხო, ასეთი არასდროს მინახავს. პირდაპირ ეხლა კიდევ ბასრია. ძმაო, ეხლა შოკში ვარ. ისე ვარ გაკვირვებული, სულ მინდოდა ეს გამეკეთებინა ძმაო. ნახე რა მაგარია, ღმერთო ჩემო. მეც ასე ვარ. ჯერჯერობით საუკეთესო შენაძენი მაქვს. მეც ასე ძმაო, ღმერთო ჩემო, დაბრუნდი უკან, სადე რამე იპოვო. მეც ამას ვაპირებ, ნახოთ აბა, მაგას თუ აჯობებ, წარმატებები ძმაო. ძმაო, ეხა ისე გაბრაზებული ვჩანდი. ის ნაჯახი ყველაზე მაგარი რამეა, რაც დღეს ვიპოვეთ. მგონი უკვე 10 ჯერ მაინც ვისროლეთ. დღეს. ხო გითხარი, მომეცი მეც ვცადო, ნახოთ. იგივე ადგილი. თუ ნაჯახს ვერ ვიპოვე, გავბრაზდები. ძმაო, ეგ რა არის? ვაუ, ეგ სეიფია? არა, ეგ რკინის ფირფი დასკავს. ზედა პერანგია. ხო, ეგ მართლა პერანგია? რამდენი პერანგი იპოვე დღეს? არც ერთი. ეგეც ვიფიქრე. ჩაიცვი. არა. შენი ზომა. პირდაპირ შენი ზომა. ბობი, შეიძლება გაჯობე. რაღაც ვიპოვე. რა არის? ღმერთო ჩემო, სანომრე ნიშანია. ძაბზე კიდია. ხრივად იყავი. ეს რა არის? ეს გრაბიტია? ხო, ძმაო, ეს ყველაზე მაღლა ნაპოვნი სანომრე ნიშანია. ძმაო, ეს ჩემი სანომრე ნიშანია. მე ოხაიოდან ვარ. მართლა? ხო, ძმაო, მაგარია. ეს რა არის? ტამტამების კრიპერები. რამდენჯერ შეუძლია გამოიკანოს ეს? ღმერთო ჩემო, ბოლომდე სცადე. ჰელენ, საჩუქარი მოგიტანე. დიახ, ბატონო. კრიმინალები. როცა მანქანებს იპარავენ, სანომრე ნიშნებს ხსნიან და ამტვრევენ. მერე წყალში აგდებენ, რომ ვერ მიაგნონ. ხო, აი ეს არის. ეს და. თანამ მაგარია, იქნებ საგმე. გადავჭერი ძმაო. ალბათ, წინასწარ ვერ იტყვი. ხვი? აქ უკვე 1 წელია ვარ. ძმაო, ცხოვრებაა ძმაო. ხო, მეგონა იარაღის ლულა იყო ან ამემ მსგავსი. ეგ ნაჯახი არაა. აი ეს არის. ძმაო, ღმერთო ჩემო რა? შეხედე ამას. კარგი რა, ეს ჩვეულებრივი მილია. ძმაო, ვერ ხედავ ამ ფორმას. რა ფორმას? არ შეეხო, ძმაო. არ შეეხო. გაჭერი კარადა, დააკელი ტემპერატურა. არ შეეხო. არის პორტოხალი ძმაო. ეს რა არის? ფორტოხალზე რატომ ნერვიულობ? აქ იერაღია ძმაო. ვინ თქვა? იერახი? ყველაფერი გაქრა? შეხედე. კარგი, გახსენი ძმაო. მე ამას არ შევეხები. შენ გახსენი ძმაო. საერთოდ უნდა შევეხოთ ამას? კი, რას ამბობ? რა თქმა უნდა, ძმაო, ეს ხო იერაღია. ეს რეოლვერს გავს. სტრიალებდი ძმაო. თელი ეს დრო ხედავდი ამას. არ მეგონა რომ მართლა ვიპოვიდით. ღმერთო ჩემო ძმაო, ალბია. არა, ალბია. ძმაო, ეს უბრალო სათამაშო იერაღია. ეს სათამაშოა, ძმაო. არა, ძმაო, ეს უბრალოდ სათამაშოა. ძმაო, ეგ ნამდვილია. ღმერთო ჩემო, ეს სიზმარია. ეს სათამაშოა. ვიფიქრე, ეგ იყო ძმაო. ეს უბრალოდ სათამაშოა. შეგეძლო უბრალოდ მომეტყუებინე. ეს სათამაშოა ძმაო, მართლა შეგეძლო მომეტყუებინე და თავი კარგად მეგზნო. კაცო, მართლა არ იცი როგორ გამოიყურება ყალბი იერაღი. თითქოს ეს ნამდვილი უნდა იყოს. მე მეგონა ყალბი იერაღს ნარინჯისფერი ლენტი ჰქონდა. ძმაო, მეთამაშები? არა, მართლა არა. უბრალოდ ძველია. აბა ძველია. ანუ მაგარია. ხო, რატო გაახვიეს ეს ვინმე? ყალბია?
მართლა მეგონა ყალბია. ხო, ვიღაცამ გაახვია, შეიძლება ვიღაც ჩემნაირმა არ იცოდა რომ ყალბი იყო და იფიქრა, უნდა მივიცე ეს. ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ეს აქ მან დადო. ვცდილობ ჩემამდე მოვიდეს. კარგი, გავს, ალბი არ არის, წავედით. ისევ ხელშია. ეხლა ნამდვილი გჭირდება. აბა გამოიცანი. ალბი არაღიც კი უკეთესია, ვიდრე შენი სუსტი ნაჯახი. ასე რომ დღეს კმაყოფილი ვარ. ვიღაცამ იპოვა იარაღი და ნაჯახი. თითქოს ხიდის ცენტრში ვფიქრობ, საუკეთესო ადგილი სწორედ ხიდის შუა ნაწილია. მოდით ვცადოთ ხიდის მეორე მხარეს გადასვლა, რომ უკეთ შეგვეძლოს მაგრიდის გადაგდება იმ დიდ ცენტრალურ წერტილში. ხო, ეს კარგი იდეა, რადგან ეს ადგილი მთლიანად გავწმინდეთ. ხო, დაახლოებით 50 ჯერ გადავაგდეთ და არაფერი ამოვიდეთ. ყველაფერი რაც აქ იყო დავიჭირეთ. ასე რომ ხო, ცოტა ქვემოთ გადავიდეთ. ნახე რა არის იქ. მოდით ვცადოთ. კარგი, აუ, ასე რომ ხიდის ამ ადგილას მოვედით, რომ მამინიტი გადავაგდოთ, მაგრამ ბობიმ რაღაცა ძალიან მაგარი დაგონახა. აქვე ბევრი ნაგავია. აქ ძველი ბოთლები და სხვა რაღაცებია. ეს ნაპირი პირდაპირ სავსეა. აქ ტელეფონიცაა. ხო, აქ ბევრი რამეა. ვაუ, ფრთხილად. ფრთხილად. მე გიჭერ საყვარელო. მე გიჭერ საყვარელო. არა, მე ვერთობი. გამიშვი, არასდროს გაგიშვებ. მოდი. ტელეფონი მაქვს. ეს ტელეფონია. ეგ LG-ა? არ ვიცი, მაგრამ აქ ნაგავია. შეიძლება ვიღაც მაგნიტით თევზაობდა აქ ძმაო. იქ ქვემოთ ნავის პროპელერია. ხო, ნახე ძმაო, იქ ბევრი რაღაცა. ხედავ? ნავის პროპელერია. აიღე ის. მოიცადე, მოიცადე. მოდი მაგნიტი ვისროლოთ. მაგნიტს ვაგდებთ? დაიცადე. იდეალური სროლაა, იდეალური სროლა. ხო, ეგ ნავის პროპელერია ძმაო. არ ვიცი. მაგნიტური არაა? არა. რა? ჩადი და აიღე ძმაო. ავიღე. ეს ნავის პროპელერია ძმაო. ჩვენ თვითონ უნდა ავაწყოთ ნავი ძმაო. ამ ეტაპზე მგონია რომ შეგვიძლია. კარგია. ფრთხილად იყავი. რა ხდება იესო? დამშვიდი. ეს უბრალოდ ნავის პროპელერია. შეხედე ამას. ნახე რა ძველია ეს ბოთლი. ძმაო, შეხედე ამას. რა თქმა უნდა ბიჭო, ფრთხილად იყავი ძმაო. შეხედე ამ ყველაფერ დამტროულ მინას. ღმერთო ჩემო. ის თითქმის წყალში ჩავარდა, რამდენი ბოთლია. ღმერთო ჩემო, ძმაო. ამაში რაღაცი არის. იცადე, არის რაღაც. ხო, გააჩერე, მომეციეს. ხო. შეხედე, შიგნით რაღაცაა. სიგარეტს გავს. ფრთხილად ძმაო, ხელი არ გაიჭრა. ყველგან მინაა, ალბათ გავიჭრი თავს. რა არის შიგნით? გავტეხოთ და გავხსნათ? ძმაო, არ მინდა. მოიცადე. იცადე, ეს ქაღალდის ნაგლეჯია. შეხედე, თითქოს ხაზი აქვს. სიგარეტებითა? ვიღაცამ გაახვია. ეს ქაღალდის ნაგლეჯია. გონი ეს სიგარეტია. ძმაო, დავიჭირე. ბოთლი. გახსენი. ძმაო, ეს სიგარეტია. ძმაო, ეს ფოტოია. შეხედე ამას. ნახე ეს ფოტოია. რა? ძმაო? რა იყო ძმაო? რა? ისე ცუდად ხარს. ძმაო, ეს მართლა ფოტოია. ღმერთო ჩემო, ეს რა მაგარია. ეს შენ ხარ 7 წლის რო იყავი. ბობი, ძმაო. ეს მე ვარ. ეს პირდაპირ შენ ხარ. როგორ გამოიყურება? ეს შემაშფოთებელია ძმაო. ეს არ მომწონს, ფულწრფელად, ეს არ მომწონს. ანუ არც ეს მომწონს. რატო დებ ფოტოებს აქ ქვემოთ? ბობი, ვიცი. ჯერ იარავი ეხლა ფოტოები. რა ხდება? არ ვიცი როგორ იშოვეს ჩემი ფოტო. კარგი, იცი რა? ამჯერად ცოტა უფრო შოუს გადავაგდებ. არა, აქ ქვემოთ. წადი მარჯვნივ, პირდაპირ ბუჩქებში. იქ. მზად ხარ? კი. მან ჭაობის მოსტრი დაიჭირა. ძმაო, შეიძლება მართლა დავიჭირე. ძმაო, მართლა მიკაჩავს. მართლა მიკაჩავს შიგნით. მეტა ნიანგია, მართლა მიკაჩავს შიგნით. ეს ნიანგია ძმაო. ღმერთო მართლა მიკაჩავს შიგნით. მგონი უბრალოდ სუსტია. ეს რა არის? რაღაცა. ჯერ კიდევ გააქვს? რაღაცა. ეს ბუშტია. ეს სხეულია. ეს ნაგვის ტომარა. ეს სხეულია. კვამი გვაქვს. ღმერთო ჩემო, ვერ უწევ ამას. უბრალოდ გძელდება. ძმაო, ეს ისეთი საზიზღარია. შენს გააკეთე ცოტა. არა, იყოს. ასე რომ ამას თავი დავანებე. მომიწევს ავიღო მაკრატელი და ეს დავჭრა. როცა აქ დავამთავრებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვისვრი. ძმაო, რამე თაიჭირი მაგაზე. არაფერი მუშაობს, არც ხუნა, არ ვიცი რა გავაკეთო. ამოიღე, მე დავიჭირე. რაღაცა დავიჭირე. ღმერთო ჩემო. არა, ეს ყველაფერი მე გავაკეთე, სახრახმისისთვის. მუშაობდა, მაგრამ გამორიცხულია. ამაზე 20 წუთია მუშაობ და ეს უბრალოდ სახრახნავია. ბობი, ის ფოტო კიდევ გაქვს რაც იპოვე. ხო, მინდა რომ ამოიღო ჩემთვის, ამოიდე. კარგი, რატო? ვაკოცო? აკოცე. უბრალოდ მინდა რომ აკოცო. სულ აკოცე. დარწმუნებული ხარ? უბრალოდ აკოცე? მართლა არ მინდა, მაგრამ ირბანი მომიტანს. უბრალოდ აკოცე. 1, არა 2 უნდა აკოცე ძმაო. მაგას არ შევეხები. 1 პეგი, 1 ბანკი. კარგი მგონი. კარგი, ეს იქნება საუკეთესო ყველაზე იღბლიანი სროლა. ძველი დრო ქონდა. არ მგონია. მოდი კიდევ ერთხელ აკოცე იღბლისთვის. კარგი, იმედია ამჯერად იმუშავებს. კარგი, ჩემი ბრალია. იმედია ამათ ღირდა. ამ ფოტოს ტყუილად არ ვკოცნი. ამჯერად ნამდვილი იარაღი უნდა მივიღოთ.
ეს რა არის? რაღაცას გავს, არ ვიცი. იცი ეს რა არის? მგონი ეს კარაქის დანის ნაჭერია. მართლა? ეს მოღუნული კარაქის დანია. დანაგვავს. ხო, გიცხარი ძმაო, ეს დანია. ნახე, მისი დაგბილული კიდეები ჩანს. ღმერთო ჩემო, ეს მკვლელობის იარაღია. ეს მართლა ბოლოს როლა იყო. ძმაო, ეს მართლა იდეალურია. კარგი, დაგეთანხმები, ეს მკვლელობის იარაღია, ეს მაგარია. ეს ძალიან გავერთეთ. და მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჩემს მეგობარ ბობის, რომ ასე შორს ჯორჯიაში ჩამოვიდა, რათა ეს ჩემთან ერთად გადაიღო. დინარე სავსე იყო ძალიან მაგარი საგანძურით და ნაგვით. ამ ნივთების უმეტესობას შეგვიძლია გადავამუშავოთ, შევწიროთ ან მივიტანოთ ჯარტის პუნქტში და უკან დავიბრუნოთ ჩვენი ფული. ყოველ შემთხვევაში შეგვიძლია ვცადოთ. არ ვიცი, შენზე ძმაო, მაგრამ ამ ჩანგალს მე ავიღებ და გამოვიყენებ. ეს მართლა მაგარია. მანქანაზე დავამაგრებ, როცა კიდევ დანაშაულს ჩავიდნენ. ზუსტად ძმაო, ამ ნივთებს გამოვიყენებთ. ნაჯახიც კი ძმაო, ვერც კი გეტყვი როგორ იპოვე. ვერც კი გეტყვი, რამდენამეს დავარტყამ ამით. ღმერთო ჩემო. იმედია ნამდვილი არ არის. ისე ახლოს ვიყავით პოლიციის გამოზახებასთან, რადგან მართლა მეგონა რომ იარაღი ვიპოვეთ. აი არც კი აქვს ნარინჯისფერი ნიშანი. მართლა მეგონა რომ იარაღი გქონდა. მეგონა იარაღი იყო. მეც ასე ვფიქრობდი. კი, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ მგონია რომ ნამდვილია ბიჭებო. კომენტარი დაწერეთ გამოტუტყუის. მინდა რომ მხოლოდ მე გავიგო. არა, დღეს ყველაზე მაგარი რამ ვიპოვე. პატარა სათამაშო რევოლვერი. დიდი ხანი მეგონა რომ ეს ნამდვილი იყო. ეს ყველაზე მაგარი არაა, იმიტომ რომ ნამდვილი არაა. აი ეს. როგორც გინდათ ბიჭებო, ჩვენ გადაწყვიტეთ, კომენტარი დაწერეთ ქვემოთ, ვინ იპოვა უფრო მაგარი ნივთი. გამოდი ჩემი ვიდეოდან. Later.